გამარჯობა ყველას მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. დაველოდოთ სხვებს და დავიწყოთ. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩემი თათბირი იქნება სასამართლოსთან დაკავშირებით რახან აქავარ. დავიწყოთ ახლა იქიდან, რომ დღეს მოვედი საბაჯიქიას პროცესზე. ეს არის პოლიტპატიმარი. დაკავებული ტრადიციული იმ მუხლით, რა მუხლიც გამოიყენება ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, თითქმის ეს არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფა თავდასხმა და სამწუხაროდ გადავსებულია დარბაზი არ არის შესაბამისი, ვერ იტევს შესაბამის რაოდენობას ხალხის და სულ რამდენიმე, 1/10 ადამიანი შევიდა შიგნით უმეტესობა ხალხისა, აგერ ქომაგებისა, აგერ გარეთ ელოდება მას. რა თქმა უნდა, ჯერ ერთ-ერთი როგორც ქართველს, როგორც პატრიოტს მადარდებს ეს სასამართლო პროცესები და ამიტომ დავდივარ აქ და გარდა ამისა, როგორც იურისტს და ადამიანს, რომელსაც განზრახული მაქვს, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეულ საქმეზე რა ჩავარდნა. ასევე, რა თქმა უნდა, ცრუ მოწმეები, ყველა საქმეზე არიან ცრუ მოწმეები, ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ადგილზე, ადამიანები, რომლებიც ვერ იხსენებენ დეტალებს, ადამიანები, რომლებიც ვერ იხსენებენ რაღაცა ლოგიკურ რაღაცებს, მაგალითად, წინა პროცესზე, ახობაძის პროცესზე ვიყავი და პოლიციელი მათ თქვა, რომ როდესაც შეიტყო ინფორმაცია, რომ ახობაძეს ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, აღარ გაარკვია სად მიდიოდა იგი. ანუ ელემენტარულია ხალხო, აი ხა ნარკოტიკებზე რო ლაპარაკობთ, ამდენი წელია კამპანია მაქვს ამ ნარკოტიკების გავრცელებაზე და გონია რომ ადამიანი ნარკოტიკი აქვს ადამიანს და არ არკვევს სადმეს მიდის თუ არა და პოლიციელი ხარ და კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელი. ნუ ეს არის არა მგონია, ეს არ არის სიბეცე და უცოდინრობა, ეს არის კონკრეტულად ეს არის რეალურად კონკრეტულად ცრუ მოწმეობა. ცრუ მოწმეებით ხდება აი ამ საქმეების შეკერვა თავიდან ბოლომდე და ეს უკვე ამ ხალხის სინდისზეა, ვინც ცრუ მოწმედ მუშაობს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, არის ის ამბავი, რომ მალე არ გვექნება ამის შესაძლებლობა სასამართლოში შემოსვლის, იღებენ კანონს სრულიად, ესე იგი, აცდენილს დემოკრატიასთან, რომ სასამართლოზე გადაღება, სასამართლოს შენობაში გადაღება, ეს ყველაფერი სასამართლოზე დასწრება, ყველაფერი იქნება აკრძალული და ყველაფერი იქნება მოსამართლის ნებართვით, რაც ნიშნავს, იქნება აკრძალული. ამაზე თავად ლევან იოსელიანმაც კი გააკეთა განცხადება. მიუხედავად იმისა, ვიცით ლევან იოსელიანის რბილი ტონი, ახლანდელი სახალხო დამცველის, მანაც კი გააკეთა განცხადება. ხალხო, ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რაღაც რა. ასე იყოს სწორედაც ნაციონალური მოძრაობის დროს. ერთ-ერთ საქმეზე კიდევაც, რომელიც მე გავაგზავნე მაშინ სტრასბურგში, სწორედ ამ საქმის მერე დაიწყო ეს ყველაფერი და აიკრძალა დარბაზებში და სასამართლოს შენობაში გადაღება. ამ კლანმა, რომელიც ამ შენობაში მუშაობს, ძალიან კარგად იცის ეს როგორ მუშაობს და იცის ძველი დროიდან. იმიტომ იყო შენარჩუნება ამ კლანის აუცილებელი ბიძინა ივანიშვილისთვის და ახლა მე თან ისიც გითხრათ, რომ ეს თავის შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ამის გამოცდილება გვაქვს. მაშინაც აიკრძალა სასამართლოებზე გადაღება, მაგრამ ბრაზი და წინააღმდეგობა არსად არ წასულა. სხვათაშორის დღესვე არის აქ პროცესები ახობაძის და ასევე ზვიად რატიანის. ამიტომ ეს ბრაზი და წინააღმდეგობის სურვილი ხალხში მიუღებლობა ქართული ოცნების ხალხში ჩვეულებრივად დარჩება. უბრალოდ ამის გამოხატვა ამ შენობაში არ იქნება შესაძლებელი. ახლა მე თქვენ გეტყვით თან რატომ არის ეს აკრძალვა? იმიტომ არის ეს აკრძალვა, რომ სინამდვილეში მოსამართლეები არიან ადამიანები, ჩვენს წინაშე არიან ადამიანები, მათ აქვს ცნობები და ძალიანაც განიცდიან, შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ძალიანაც განიცდიან, რასაც აკეთებენ და ძალიანაც განიცდიან
იმ წნეხს, რომელიც საზოგადოების მხრიდან არის და ახლობლების მხრიდან არის. ყველას აქვს სინდისის ქენჯნა, როდესაც და განსაკუთრებით უდანაშაულო ადამიანის გაშვება 4 წლით და 5 წლით ახალგაზრდის, ხო? ეს რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამში ადამიანი ამას გრძნობს. ამიტომ უნდათ, რომ ჩააქრონ აი ეს ხალხის და ჩვენი დასწრება სასამართლო პროცესებზე, იმიტომ რომ ეს მოსამართლეებზე მოქმედებს ემოციურად. მეტიც სასამართლო კლანმა ეხლა სხვა პრივილეგიებიც მიიღო, ხელფასები მოიმატეს. 10.000 არ გინდათ ხელფასი 10.000 ლარი? ხო? ვის აქვს ესეთი ხელფასები საქართველოში? მარტო პატარა ჯგუფს. დანარჩენ საქართველოს, აი დღეს ხალხს ვლაპარაკებოდი და ბალიო განვადებით უნდა გამოვიტანოთ, მე მგონია რომ დანარჩენი საქართველო ლაპარაკობდა. ისეთი ძვირია პროდუქტი. და ბალი რო 20 ლარი ღირს, ეს ნიშნავს რომ უბრალოდ ოჯახში ელემენტარული სურსათის მოპოვების პრობლემა არის. და ამ დროს მოსამართლეებს და აგერა მირაკლი ყობახიძის გარშემო შემადგენლობას ძალიან კარგად იქნება უზრუნველყოფილი და არის უზრუნველყოფილი 10.000-ობით ლარებით, ამას თუ არ ჩავთვლით ჩვენ კორუფციას. იცით რა ხელფასებზეა საუბარი? 10.000 ლარი, 15.000 ლარი, 7.000 ლარი. ამაზეა საუბარი. და საქართველოს მოქალაქე კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა დღეს. და ძალიან სერიოზული რაღაცა, რომ მიპასუხა საქართველოს პარლამენტმა, მამუკამ დინანაძე გამოვიდა და გავამკაცრებთო ემიგრაციასთან დაკავშირებით ზომებსო თქვა. მოვკვდის სიცილით. ესე იგი, რა უნდა გავაკაცრონ? კანონმდებლობა უკვე არსებობს. შრომის უფლება უცხოელს ჭირდება რომ მოიპოვოს. ეს კანონმდებლობა არსებობს. უბრალოდ არ სრულდება. არავის არ აქვს ინტერესი ამის ასრულების. იმიტომ რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს ნინიას ბაღად. უნდა გადაიქცეს ადგილად, სადაც ჩვენ ვიქნებით თითზე ჩამოსათვლელი ხალხი. და ერთიც მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის პრობლემა არის უკონტროლო შემოსვლა. ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის, რომ არის ტურისტი, დახარჯოს, ან ბიზნესი გააკეთოს, კანონის მიხედვით ჩამოდის, ან ჩამოდის სასწავლებლად, ის ჩამოდის, ის მონაწილეობს ეკონომიკაში, დროებით არის მიდის, ეს არ არის პრობლემა. მაგრამ უკონტროლო მიმოსვლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ 25.000 ადამიანიო, ჩემი დათვლითო, არისო არალეგალურად. ეს 4-ზე უნდა გაამრავლოთ. ანუ არალეგალური მიგრანტი, არალეგალური იმითია, რომ აღრიცხული არ არის. და ვინც აღრიცხული ყავთ, ვადაგაცდენილი, ის თუ 25.000-ია, ის 4-ზე მაინც უნდა გაამრავლო. ეს არის სტატისტიკური მეთოდი. და დღეს და მნიშვნელოვანია, რომ მათ იციან, ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ ეს როგორი რამხელა პრობლემაა ეს ამბავი და რამხელა დისკომფორტი გვაქვს ჩვენ, როდესაც ამას ვხედავ და როგორ ფეხებზე კიდია კანონმდებლობა ბიზნესსაც და რაც მთავარია, სახელმწიფოსაც. და ეხლა კიდევ ერთი უნდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეხლა რომ დაიწყეს ვითომ ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, აი მოუკვდის სიცილით. ეხლა დაიწყებენ, ესე არის ავტორიტარულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ავტორიტარულ ქვეყნებში, დიქტატურას არ აინტერესებს ადამიანის ბედი. მას აინტერესებს ოქროში და ბაჯაღლოში ბანაობა სანამ დროა. ეს არის დიქტატურის არსი. ამიტომ არ უნდათ არც ევროკავშირი, ამიტომ არ უნდათ არც ტელევიზიები და არც ჟურნალისტები და არც აქტივისტები. იმიტომ რომ უნდა მოხაპონ ჩქარჩქარა ქონება და უნდა გამდიდრდნენ. ერთმანეთის უნდა დაჭამონ, ეხლა დაჭამენ. მაგრამ დიქტატურას ამავე დროს საერთოდ არ აინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანი. წლებჯერ შესვეს ნარკოტიკებზე ეს ჩვენი ახალგაზრდები, ხო? ყველა კუთხე კუნჭულში ნარკოტიკი ვრცელდება. მოქალაქეებმა თქვენ ჩემზე კარგად იცით, თქვენ უბანში სად არის ნარკოტიკი სხვათა შორის და მომწერეთ თან ეგ გეხვეწებით რა. ძალიან გთხოვ მომწერეთ. თქვენ უბანში სად ვრცელდება ნარკოტიკული ნივთიერებები, აი ტელეგრამით რო ვრცელდება, იმიტომ რომ ეს უნდა დაუდო, მე შესუსწრით. ეს უნდა დაუდო. იმიტომ რომ ეხლა დაიწყებენ ვითომ კამპანიებს, ვითომ ადარდებთ მეტადონის პროგრამა. მეტადონის პროგრამაში წლიდან წლამდე ათასობით ადამიანი შედის, იქიდან არ გამოდის. ხალხო, იმიტომ რომ ეს არის ფულის საჭრელი მანქანა. ეს არის ადამიანების პოლიტიკურად გამოჭერის მანქანა. არიცით თქვენ? არიცით თქვენ? იქიდან არ იკურნება, არავის არ აინტერესებს ეს
პროგრამა ეფექტურია, შედეგი მოაქვს თუ არ მოაქვს, იქიდან ხალხი არ იკურნება. და ეხლა გააკეთეს განცხადებები, გადავიტანთ ეხლა გაიგეს, მე-13 წელია ხელისუფლებაში არიან, რომ მათი ხელისუფლების დროს ჩემი გაქანებული წინააღმდეგობის პირობებში მე მინდა გაგახსენოთ, როგორც აზარტული თამაშების წინააღმდეგ, ისე ნარკოტიკების წინააღმდეგ. პირობებში შეჯდა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა ნარკოტიკზე და საქართველო არის ნარკოტიკებზე ექსპერიმენტების ლაბორატორია. გამოყრიან ახალ ნარკოტიკს, შემოიტანენ საქართველოში, კვდება ახალგაზრდობა და შეხედავენ რა და როგორ და ამის მერე ადგებიან და ცვლიან თავის ლაბორატორიებში და ასე შემდეგ მერე მთელი მსოფლიო იგებს. ეს არის საქართველო. ამიტომ არის აქ თან ასეთი ღია და უკონტროლო მიმოსვლა. ამიტომ რომ საქართველო უნდა იყოს ესეთი გამავალი ადგილი და ვიღაცაებმა ფული უნდა აკეთონ. ამის თქმა მინდოდა თქვენთან. ვითომ რეფორმები, ვითომ სინამდვილეში. ეხლა მოხდება შემდეგი. ხალხნო, ფერარი აღარ არის ფერარის სალონში და პორში აღარ არის პორშეს სალონში. მაშინ, როდესაც ღარიბი ადამიანების რაოდენობა საქართველოში ყოველ წელს იმატებს. 700.000 მარტო სოციალურად დაუცველია. აქეთ ფერარი და პორში აღარ არის სალონში. ხო? რატო? იმიტომ რომ ერთი მუჭა ადამიანები მდიდრდებიან. ასად წაიღონ ფული არიციან. ის რომეო მიქაუტაძე, ესე იგი ადამიანი კორუმპირებული, ესე იგი სახელმწიფო თანამდებობაზე 13-14 წელი იყო. მილიონერი გახდა, არც მალავდა მე ამას. ხო? არც მალავდა. იმიტომ რომ იცოდა რომ არავინ მას არ მოკითხავს. ეხლა მოკითხეს, იმიტომ რომ კლანური ბრძოლა დაიწყო შიგნით. ვინ უფრო მეც შეჭამს, სანამ არცალია ბიძინა ივანიშვილს. სასამართლო გჭირდება ამისთვის, პასუხისგება გჭირდება ამისთვის. პასუხი უნდა მოეთხოვას უკაცრავად რომეო მიქაუტაძეზე რო ვსაუბრობ და დაუსაბუთებელი ქონების ამბავი. სად არის კანონმდებლობა დაუსაბუთებელი ქონების შესახებ? ადამიანი კორუმპირებული რო არის, მერე უნდა დაასაბუთოს, ხო? ჩვენის კანონმდებლობა არა გვაქვს. და რა ვინმეს ჩამოართვევს მერე მას ამ ქონებას, ამის საკანონმდებლო ბერკეტი არ არსებობს და რაში გაინტერესებთ თქვენ ახლა ადამიანი ციხეში იჯდება თუ არა? ჩვენ გვაინტერესებს არ მოიპაროს და ის ფული ბავშვების კვებას მოხმარდეს, მაგალითად, ხო? სასამართლო, ევროკავშირი, ტელევიზია, მედია, კანონები, ეს ყველაფერი ჩვენ ამისთვის გვჭირდება. აბა, კარგად იყავით.